განაჩენო ვერ მოვახსენე. მიზეზი რა იყო? ჭალდაკში მქონდა დაძროებული შარში. და რაღაცა ბანკთან რაღაცას ვარ გქონდა, ვიცი. და ერთო ამშობლად შეიძლება დაგვეზრდა. ახლა ცვლილება. რამდენი პროცენტია? კაპჩეს. შეიძლება. ზოგან აჰა, მაგის. ეს ატმის ბაღია? ატამის ვაშლიც კლავს ყველაფერი ამბობს. მომენტია გაკეთება. ატმენია ახლა ამათამს რომ ვაშლი შედარება. ესა უნდა იყოს პროდუქტი. მაგერ ნაკოფები ღია. ან არც ერთ სამობა რა გაცდები. ეს 6 ნახევარი დაზღვეულია? არ ჩანს. თუ გინდა თქვენ ხელით ვანახეთ. შევზე ჩავწეროთ ინტერვიუ. და ვნახოთ. ეხლა ის 60 წამოვიდა დაზღვევის ოკე მოვიდნენ ეხლა კომენტარი. აი თუ გაყენებული. ძირითადად გაუფორმებელი, თორემ მე არ მომიწევდა ბაღებში. და 70-ზე მე აღარ მივდივარ იმ ბაღში, სადაც ხო ჩამოდიან ეგრევე, თავისი რეესტრში გაფორმებული საბუთი. არცა დაჟე 98 დასაზღველი. უბრალოდ ხალხის ინტერესიც იცავს ეხლა თუ გამგებელი ვარ. ვიხდით უფრო მეტ ფულს, თქვენ გადაიხადეთ სირები რომ წამოყვეთ ამ პროცესს. თქვენ რო საქმეში სახელმწიფო ამდენ ბენეფიციარს ვერ გაგუყურებთ. ესეც სულ თავიდან 93%-იც კი იყო მახსოვს ხორბლისი. შარშანდელი ესა თუია დავდეთ 100% განადგურებული. არ მოვიდნენ და ნახოთ გადავიღოთ გადავიღოთ ის რაც არის. ჩვენ რა გვაშელობა აი ბანკები როგორ გამოტანილი რომ შარშანას ყველა აი აქეთ მიცავთ საჭმელი ვაშლი არა მქონდა რომ გასაყიდზე ლაპარაკი არ არის გასაყიდ. წელს მოუვარ ეხლა სოფელში ძირითადად ის არის განადგურებული რომ კიდური რაღაცა შევინარჩუნოთ ჩემთან აი რო შევინარჩუნოთ დაფული აღარ არის ხირები დგა ეს არის 4 წლიანი ზარალი გლეხისთვის 4 წლიანი არ ვიძახი რომ წელს დაკარგა მოსავა ეს არის 4 წლიანი მაქსიმუმი ზარა ანუ ეს
რომელზედა მოატაკა განსხვავებული. ათი მოატაკი 10 გაგვჭირდა. მალინა ცოტა შიგნით რომ შემოვიწევთ უკან სახლი ჩანს და ალახი არ არის. ბალახი მეფეში ისე. და ნებისმიერ დაგმულია, რა ნახეთ კილია, სხვა გეგონება. აქ თელέφონი. უდან გრეულია მთლიან სოფელში შესიება. ეგეთი არა თუ გამოდგება საქმე. არც ერთი არ არის გადარჩენილი. შაშანცელი. მოსავალის ნული. შაშანცელი რომ დაზიანდა რა ვიცი, ეს ეფექტი შემოიღო. იმას კი არ უძახით რომ გადარჩება და რა. არა, შეიძლება გადარჩა აქა რომელსაც არა, აი ახლა რა ვაში შედარება აგერა ჰატები და აი ამას სხვა. აზრი არ აქვს 1% არ არის იმის. ამ ფოთოლმა თუ არ ამუშავა ეს გაფუჭდება. როგორც ადამიანს ამას ისე შესაჭირდება. არა, როგორც ხალხი ესე ვაშლი არ არის. ეს ფოთოლი კიდე სუგასწრია. აი შედამბიჭი. ქართული სიტუაცია და ბანკის ვალები და საიდან მოვიტანოს, მაგრამ მომავალისთვისაც რომ გადაარჩინოთ ხე ნუ ვიცი მაგრამ აუცილებელია რა აი მართლაც გეუბნებით რომ აუცილებელია სპილენძიანი პრეპარატით შეწამლა ეხლა კაი ცოტა ის არის 50% არის მართლა საქმე და ახლა მე ვანგარიშობ აი 70 უბრალოდ აი აქედან არა ხო ჩანს ეს რა მაგრამ აქედან 90% მართლა გაგა სხალი უკვე ვარ აი თუ ხერ ხო დავაწყებდი ვაციანებულია ხუდი ახლო დარტყმულია შეიჭრა და ანა მაგრამ იმათ აკუთლობა რო 14-ზე ნაკლება არ უნდა მოწმო. სპილენძიანი ეს აუცილებელია არაფერში არ მოხდება და თორბითი ვახშნა რამდენი გექტარი გამოგდიჟო ასე? სადაც მაგრად არის დაზიანებული და დანარჩენი სადაც დანარჩენი ახლა არის აი 20%-დან აქ არის დაახლოებით 90%. აი 20 და აი დაზიანება ალბათ ხდება სადღაც 300. გვეუბნებიან რომ ბანკთან აგვაქვს გასარკვევი მოვართ და ამასთან დაკავშირებით ახლა ერთი თვე რო გაიწელება ჩვენც რა ვიცი ახლა ერთი რომ მივა მე თითქოს ყველა სადაზღვევს ვეტანებით ნაყოფი არ გამოისახება ბაგეთი არ ატარებ ხალხს რა ადრე ხონდა 5 დღეს შედის მოქმედებაში და გინდა დაგეზღია რა მაინც მithumetes ესეთ ვაშს არ აზღებენ მაინც არანას გაურებენ ჩვენ უნდა გამოისახოთ კარგად ჯერეთ მოსალის კიდევ ხრელის პერიოდში ჯერ არ გახვეწილი მაინც რომ ამდენი აქ შერჩენილი სანამ არ შერჩება სანამ არ იქნება შარშან ალდაგი რომ მოვიდა ეხედეს უფრო კარგად ზიანი მინუტა და არის მუშაობენ და გაფურდა ხეში მოგვაწყვეტეს ეხედან კენაკუთიდან რა მოხდა კატასტროფა მიწასთან გაასწორა ყველაფერი თვითონაც ხედავ ვალები გვაქვს აღებული პროცენტიანი ვალებით ზოგი ხანისიათ ვიღებ ხან ბანკებისგან ვიღებ რომ იქ მოვწამოთ და ოჯახი შევინახოთ როგორმე და აღარაფერი დაზღვეული ქონდათ არა თუ რამეს გვირდებიან რა ჯერჯერობით არაფერს აბა შარშან წინაც იყო ესეთი სიტყვა მოვიდნენ კომისია ჩატარდა და არაფერი ისე დაპირება იყო მაგრამ რეალობა და შესრულება არაფერი არ ყოფილა სახელი გვარი მითხარით ბიბილური გია სოფელი ქვემოარც სხვა ტელევიზიებსაც ანუ რა მოხდა სიტყვა იყო თუ რაღაც ეს იყო მართლა კატასტროფის თოლფასია შედეგი სახეზია ფოთოლი აღარ დარჩა მოსავალი აღარ არის გლეხი და ჩაჩანე 4 მოწამლა ჩავატარეთ ბანკის ვალებით უბედურობით
დღესდღეობით 0-6 ის მოსწავლეობა, სხვა აღარაფრის იმედი. შარშან წინ იყო ანალოგიური შემთხვევა, კომისია შემოიარა, შეგვიდნენ რაღაც თითო კაპიკებს, ისიც წყალმაწა იყო. დღეს შარშან მოსავალი საერთოდ არ იყო 25 არ მოიკრიფებოდა თეთრსოფელში. წელს არის და აჰა, 0-ზე ჩამოვიდით. დაზღვეული თუ ქონდათ? არა, დაზღვეული. სოფლის 90%-ს თუ მეც არა დაზღვა არა აქ არ ვაკეთებ. გასაფორმებლები მიწევი და დაზღვევით უნდა გიზღვებს. სახელი გვაგონი. მურადი ბიბილური. რა თქმა უნდა, ისეთი დახმარება ზე ვერც დავაყენებ ჩვენ და ვერც ვიფიქრებ თუ რა მოსავალი უნდა მიიღოს ეხლა იმპულს სახში ვიღაც მოიტანს, მაგრამ საუბარია იმაზე რომ ეს ხეხილი ეხლა გადავარჩინოთ და რაღაცა თანხა მაინც იყოს გამო. ამას მე პირადად ეს ჩავალ არა მინისტრთან ერთად დავაყენებ პრემიერის წინაშე. ეს არის ის რაც შეიძლება რომ უცბად ადამიანმა დაეხმაროს. სტავრობა დაეხმაროს ადამიანებს. ეხლა ის რაზეც ლაპარაკობს რომ სოფელს არ აყავს მომხედავი და პატრონი, ეს კიდე ცალკე თემაა და ახალმა პრემიერმა გააკეთა ესეთი განცხადება, რომ 4 ძირითადი მიმართულება არის ჩემი პრიორიტეტი. ერთ-ერთი არის რეგიონები, ერთ-ერთი არის სოფლის განვითარება. ეხლა ჩვენ გვაქვს მეორე ეტაპზე გადავიდა პროგრამა იმპარტორი, ევროპელები გვეხმარებიან და სოფლად განვითარებაზე უნდა ვფიქროთ. სოფელში იყოს შემოსავალი, სოფელში იყოს ეკონომიკა და მეტი ყურადღება მიექცეს სოფელს. ეს ყველაფერი სისტემურად მუშაობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უბრალოდ ხვალე გავიღვიძებთ ან ზეგ გავიღვიძებთ და ესე იქნება ყველაფერი. მესმის. მე თვითონაც ნამუშევარი რაიონებში, 2 რაიონის გამგებელი ვიყავი სხვადასხვა წლებში, 20 წლის წინ, 10 წლის წინ, ვიცი ძალიან კარგად. ადგილობრივების გაჭირვა, ვიცი რომ მოიშალა თავიდან ბოლომდე ყველაფერი. ყველა ის დამცავი სისტემა მოიშალა, სადაც აფერისტებიდან შეხორო. მოიჭებამდე ზოგან აიყო თოვლი. თოვლია რა? ნახავ შეხორო. როგორ საერთოდ შეხორო. ჯერო დაზღვეული. არია დევი დაზღვეულები, რა არის სუჯეტი დაზღვეული. ცოტა ასაწყობია გაგაცეზე გლეხები ცოტა უნდა პროფექციები მაგათა რაღაცა და ისიც გვექნია ლიქა რომ ავიდე და წყალი გავი ტრენი არ ყები ვეშენია პროგრამოსტილი კომპანიები ალდაკი და GPI ჰოლდინგი ყველაზე შერემიტია ფერმერთა მოხუნაში გეხმარებია ანერგე მომავალი არის ასე ყველაფერი ნუ გადმოდის დღევანდელ საქმეზე არც ინიციატივა არ ყოფილა გასაგებია ვიცი რა ყოფილიყო უკვე აღარ ინერვიულებდით და იმას აკეცავენ ხოლმე და საღამოს იმ სათემო ცენტრებში შეინახავენ თვითონ იქნებიან ამ ყველაფრის პატრონები